და ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი ქალბატონი მამისა ჯაფარაშვილი. მოგესალმები მამისა, მადლობა რომ დღეს გამონახე დრო და მოხვედით ჩვენთან. იმიტომ რომ როდესაც ჩემი პირველი ბლოკის სტუმარზრი უნდა მოსულიყო ჩვენთან, სულ ფიქრობდი, აი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ასეთი ადამიანებისთვის და პირველი ვინც გამახსენდა იყავი შენ. ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი გადაცემა გვაქვს ჩაწერილი, შენ თვითონ ხარ ჩვენს არხზე საავტორო გადაცემის სახალხო სამართლის წამყვანი და სულ რამდენიმე ხნის წინ ჩავწერეთ კიდევ გადაცემა თოქ-შოუ, სადაც ბევრი სტუმარი იყო და საუბარი იყო სახელმწიფო ბანკზე. მე იმ გითხარი, რომ რაღაცა ბანკი თვითონ სახელი შეიძლება აშინებდეს ადამიანს და სიმართლე გითხრა, მეც რაღაცა ცოტა უტოპიურად მიმაჩნდა ეს ყველაფერი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სწორი სტუმარი შეგარჩიე. პირველი ბლოკის სტუმარი იყო 10 შვილის დედა. ოჯახი, სადაც ჯამში დედასთან და მამასთან ერთად არის 12 სული, 14 წელია ცხოვრობენ ქირით 60 კვადრატულ ფართში. როგორც შორენა აბაზაშვილმა გითხრა, აქვთ უსახლკარო სტატუსი, რა თქმა უნდა არიან სოციალურად აუცილებლები. მიმართეს მერიას და მერიის ხელხაზზე უპასუხეს, რომ ისინი გადაყვანილი არიან მომლოდინეთა სიაში და საკმაოდ 4 წლის განმავლობაში შესაძლებელი არის, რომ მოხდეს მათი დინით დაკმაყოფილება. ერთი რაც ყველაზე ხაზგასასმელი იყო და მართლა ძალიან გაოცებული ვიყავი, რომ მიყვებოდა, როდესაც მერიამ შესთავაზა ქირის გადახდა, დაიწყეს ძებნა ბინის, სადაც ისინი გადავიდნენ და შესახდებოდნენ ქირით. თუმცა ვერ იპოვეს სახლი, სადაც 10 შვილით კი არა, 5 შვილით მაინც შეუშვებდნენ. ანუ ერთი მხრიდან, როდესაც ჩვენ ყველანი ესეთი სათხი გრძელოებით ვლაპარაკობთ, რომ ქართველები უნდა გამრავლდნენ და მეორე მხრიდან, რომ ქირითაც კი ვერ იშოვა 10 შვილის დედამ სახლი, რომ შესულიყო, იმიტომ რომ მეპატრონეები იყვნენ ვარზე. ეს ძალიან ცუდი ფაქტია და მეთანხმები, ხო? რა თქმა უნდა. და აი, წეღანად ჩემს სტუმარს რომ ვესაუბრებოდი, სულ ფიქრობდი, რომ ნამდვილად ვიცი, თქვენ იწყებთ ისეთი საქმის კეთებას, რაც ნებისმიერ მოქალაქეს გამოადგება. და მე მინდა გთხოვო, რომ იქნებ სწორედ აი ამ 10 შვილის დედის პრობლემით დაიწყო, ნამდვილად ყველანი დაგიდგებით გვერდით. მე მახსოვს ადრე დედა ჩემი თამაშობდა ხოლმე ლოტარიას. და ძალიან კარგი რაღაც იყო, ხო? ყველანი იხდიდნენ ცოტ-ცოტას და მე პროცენტი არ ემატებოდა ყოველ შემთხვევაში. ანუ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის იყო. მამისა, რამდენადაც ვიცი, ახალი რაღაც იწყება თქვენთან, რომელიც ბანკის სახელწოდებით არ იქნება. ეს იქნება ურთიერთდახმარების, ანუ ყველა ვიქნებით ერთისთვის და ერთი იქნება ყველასთვის. დიახ. მადლობა პირველ რიგში ისევ მოწვევისთვის და რომ ისეთ პარტნიორად ამირჩიე, რომელიც ამ თემაში რაღაც საიმედოს იყო და უღმესი მადლობა. ყველაფრის თავი და ბოლო ზუსტად ის არის, რომ საზოგადოება საერთოდ გაჩიშულია ყველა პროცესისაგან. თორემ, აი, ჩემთვის წარმოუდგენელია დღეს, რომ ხელისუფლებას ვთქვათ, ჩაერთო სამშენებლო კომპანიები უშუალოდ ამ ქალის აბასაძე შორენა აბასაძის კი 10 შვილიანი დედისთვის ბინის გამონახვის საქმეში, აი, არ მინდა დავიჯერო, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია ვთქვათ არ გააკეთებდა იმას, რომ ამ ოჯახისთვის სახლი მიეცა. ან რა სტატუსი უნდა უსახლკარობის, საჩუქრად უნდა აძლევდეს ხელისუფლება უბრალოდ. ჩვენ იმხელა დემოგრაფიული პრობლემების წინაშე ვდგევართ. 10 შვილი კი არა, 3 შვილიანი დედა უკვე საქართველოში მრავალშვილიანი დედად უნდა ირისხებოდეს, ანუ ითვლებოდეს, ისეთი პრობლემა გვაქვს დემოგრაფიული. და როგორ 10 შვილიანი დედისთვის თურმე არ გამოინახა ბინა.
იმისთვის რომ ეკირავებიეთ, მაგრამ ქირაობა კი არა. უბრალოდ წარმოუდგენელია ჩემთვის, რომელ ტაშფანდურზე გვაქვს საქმე, სადაც მილიონობით ფული იხდება, მაშინ ქვეყანაში 10 შვილიანი დედისთვის არ გამოინახა პარტია. მე ნამდვილად მრცხვენია ამის ხელისუფლების სახელით ვლაპარაკობ. მე ამ შემთხვევაში ხელისუფლება რო ვიყო, შემრცხვებოდა რომ ეს საჯაროდ გამოვიტანონ და გამოვიტანოთ ჩვენ საჯაროდ და ღმერთმა შერცხვეთ ისე რომ დინამისცე 10 შვილიან დედას, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ჩემ ორგანიზაციას ისედაც ქვია ხალხის ხელისუფლება, სახალხო სამართალი და სანამ ჩვენ ხალხი არ დავიწყებთ ერთმანეთზე ზრუნვას, ჩვენ ხედავთ რომ აგერ 10 შვილიანი დედა როცა უპატრონოთ არის, მე ის იმედი უნდა მქონდეს და ან სხვას ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ თვითონ ვიწყებთ ფორმირებას, იმას რასაც ვეუბნებოდით რომ შექმენი სახელმწიფოს ვეუბნებოდით სახელმწიფო ბანკი. ეს მაშინაც ვიდა დღესაც ვამბობ, იყო პოლიტიკური ნება, რაც ხელისუფლებას არ გააჩნია. მეორე, ხელისუფლებას ფაქტიურად დღეს ჯანსაღი ოპოზიცია არ ყავს საერთოდ. და რას ქვია, ჯანსაღი კი არა, ფაქტიურად არ ყავს ოპოზიცია. რადგან ოპოზიცია არ არის ის ოპოზიცია, რომელიც გარკვეულ გეგმას, საკანონმდებლო ცვლილებას ისეთ შეიტანს პარლამენტში, რომელიც გარკვეულ ცვლილებას მოახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. მარტო არის მითითება და კრიტიკა, რომელიც არანაირ საქმეს არ აკეთებს. ამიტომ გარეთ საზოგადოებამ უნდა ვეცადოთ ჩვენ შევქმნათ ისეთი ძალა და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო ხალხი და დიახაც, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენ თვითონ ჩემ ორგანიზაციის ბალანსზე, ანუ ჩვენ შევქმნათ ურთიერთდახმარების, როგორც ქვია, სახალხო ყურლაბა. პირდაპირი გაგებით და მან იქნება წესრიგი, ძალიან მიყვარს ეს სიტყვა, როცა აი რიგი უნდა იყოს, რომელსაც პირველად ჭირდება ყველაზე დიდი დახმარება. და აი იმას დავეხმაროთ და ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით. აქ აკუმულირება მოხდება თანხების და საერთოდ ჩვენ მოუწოდებთ ყველას, რომ უშუალოდ წევრი გახდეს ყველა, რომ კონტროლის მექანიზმი კონდეს ყველას აბსოლუტურად. და იქნება საწევრო, სავალდებულო, არა უშავს პენსიონერიც, აი ისიც სოციალურად დაუცველი სტატუსი რო აქვს, იმანაც უნდა გაიღოს თავისი წილი. სულ ვამბობ ხოლმე ნებისმიერ სტუმართან, რომ როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ის გზა, რომელიც გზაც არის სწორი და ვიპოვოთ ურმის გადაბრუნებამდე. ანუ მე თუ სწორად გავიგე, იქნება ყულაბა. კი, დიახ, რომელიც იქნება დაუშვათ ადამიანების შემოწირულობებით და ჩვენ არაერთი აქცია გვინახავს, არაერთი უბრალოდ სპონტანური სახალხო მოძრაობა გვინახავს, თუნდაც აი წამლის დაფინანსების დროს. შესაძლებელი არის, თუნდაც იმ პენსიონერმა 1 ლარი შემოიტანოს, ვიღაც ბიზნესმენმა 10 ლარი, 100 ლარი და ეს მოხმარდება ისევ ადამიანებს რიგითობის მიხედვით, ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს. და თუ სწორად გავიგე, ამ ყულაბაში მუდმივად იქნება თანხის ბრუნვა. დიახ, აუცილებლად, კი. მაგრამ კეთი რა არის, იცი? არა მარტო შემოწირულობა, რა თქმა უნდა, ყველას მადლობას ვეთქვით, ვინც შემოწირულობას გაიღებს, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობ, რომ წევრი იყო თვითონ და საწევრო იყო სავალდებულო. და ჩვენ მე მაგალითად ახლა ძალაუფლება რომ მქონდეს, სიკეთეს დავაკანონებდი. ქვეყანაში სადაც კანონებით ბოროტებაა დაკანონებული, აი მე აქ სიკეთეს იმის საპირისპიროდ დავაკანონებდი სიკეთეს. და ეს იქნება კანონიერი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ გავხდეთ წევრი და გადავიხადოთ საწევრო. და მე უფლებაც ექნება რომ მოითხოვოს საწავიდე, ჩემი საწევრო რომ შემოვიტანე, ამ ფულით რა გავაკეთეთ. ჩვენ ადამიანები გააკონტროლებს. რა თქმა უნდა და შემოწირულობაზე რა თქმა უნდა მადლობელიც ვიქნებით და ჩვენ უკვე დრო დადგა უნდა მივადგეთ ყველას. ვინც საქართველოში ბიზნესმენი ქვია, თუ წარმოებელი ქვია, თუ მრეწველი ქვია, თუ რაც ქვია და ვინც ამ ქვეყანაში თავისი ბიზნესის ფულს აკეთებს ხო რაღაც, უნდა მივადგეთ და კეთილინება უნდა გაიღონ. გუშინ წინ უბრალოდ 2 დღის წინ ჩემი მეგობარი რა მიადგა მევახშე და გამოაგდო სახლიდან. ელემენტარული ღამის გასათევი არ ქონდა. ჩვენ გავაშენებთ სოციალურ სახლებს. როცა არავინ არ ფიქრობს ამაზე და იმას წასასვლელი ეკნებოდა, ხო? ამიტომ საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოსავალი იქნება აი ესეთი ადამიანებისგან. როდისთვის იწყებთ, აი როდის იგეგმება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი ასეთი ადამიანებისათვის, როგორიც არის დავშოთ შორენა, ადამიანი, რომელიც უკვე ღია ცის ქვეშ ათენებს, ხო? კი ბატონო, ჩვენ ყავს ძალიან კარგი ახალგაზრდები და მე მინდა დღესაც ძალიან დიდი მადლობა უთხრა აკას ინჯიკაშვილს, რომელიც მუდმივად ცდილობს აი ესეთ რაღაცას და ქუჩიდან აყავს და პატარა კონტეინერებს უდგას. თუ ეს ბიჭი ამას ყველაფერს ცდილობს და აკეთებს, ერთად ხომ უფრო რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული, უფრო მეტი საქმე გაკეთდება. და აი ეს დრო ასეთ ადამიანებზე მუშაობს პირიქით, მათ სასარგებლოდ არ მუშაობს.
როდიდან აპირებ აი ასეთ აქტიურობას და როდიდან გიხილავთ პირველ ნაბიჯს? ხო, მე მინდა მადლობა ვთქვა იმ ხალხის მიმართ, ვინც პირველი შემოწირულობები უკვე გაიღო, რადგან ჩვენ ქონდა გადაცემა უკრაინელთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ იყო მარტო მის დასახმარებლად. ზოგადად ზუსტად პირველი ნაბიჯი მაშინ გადაიდგა, არა მარტო იმ ლუდმილა დიკას დასახმარებლად, არამედ ზოგადად შევქმნათ თანხები და რაღაც გარკვეული თანხა დავდებთ ამ მონაწერს ყველა ადამიანის სახელი და გვარით ვინ რა ჩარიცხა და რაღაც გარკვეული თანხა ბევრი არ არის, მაგრამ ნუ სადღაც 300-400 ლარამდე მოგროვდა. ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვაქვს და 11 რიცხვში კვირას საათს დაავანოსებთ კიდევ, იმიტომ რომ რაღაც გადაწყვეტილების პროცესში ვართ. ვიწვევთ ჩვენი ორგანიზაციის კრებას, სადაც გაწევრიანებაზე უხმობთ ყველას მისი თანამდებობის სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც პოლიტიკური ხელისუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის ერთმანეთის დასახმარებლად და ამ გაჭირვებული, როგორ ვთქვა, ჭაობიდან ამოსასვლელად სახალხო ყულაბის შექმნა. რადგან ვიცით, რომ ნებისმიერი პრობლემა დღეს ქვეყანაში ელემენტარულ ფინანსებზე გადის და ვიღაცისთვის შეიძლება 500 ლარის საშველი იყოს, ვიღაცისთვის 50,000, მაგრამ იმ 500-ით ხო შეგვიძლია დავიწყოთ, არა? ამიტომ გიწევთ ყველას 11 რიცხვში ეს არის მომავალი კვირა, მოემზადეთ და ჩვენი ორგანიზაცია ხალხის ხელისუფლება, სახალხო სამართალი შენ გიწევს, რომ მონაწილეობა მიიღოთ თვითონ. აი ამ უდიდეს პროექტში, რასაც ქვია ერთმანეთის დახმარება და კონტროლის მექანიზმი რო გქონდეთ, ყველა აბსოლუტურად გახდება წევრი ოფიციალურად რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ასე რომ ჩვენ ძიცახმეს არის რომ კონტროლის მექანიზმი როცა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ არაერთი ფონდია შექმნილი, შემდეგ ვხედავთ ამ ფონდებში რაც ხდება იქ რაღაც საქველმოქმედო ორგანიზაციები, ცენტრები და არც საზოგადოება არ არის დამნაშავე, რადგანაც ხალხს იმედიც აქვს და ნდობა ყველაზე მთავარი ნდობა. მამისა, ძალიან დიდი მადლობა და მიხარია რომ ჯერ კიდევ არიან ქვეყანაზე ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისთვის იბრძვიან და ერთმანეთს გვერდში უდგანან, რადგანაც მართლა გეუბნები, როგორც დედა, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, აი საოცრად აღშფოთებული ვარ, როდესაც 10 შვილის დედა 60 კვადრატში 14 წლის განმავლობაში ფირით ცხოვრობს. და ახლა მე მინდა მოგმართოთ თქვენ სამშენებლო კომპანიებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, ამ ინფორმაციას თქვენამდე მოტანის შემდეგ იქნება აუცილებლად გამოხმაურება, არ იცოდით. ჩვენც არ ვიცოდით, რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი თქვენთაგანი თუ გამოიჩენს აი ამ სოციალურ პასუხისმგებლობას და უბრალოდ ადამიანობას და დაეხმარება ამ ოჯახს იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ პრეცედენტი. ერთად ყველაფერი შეგვიძლია.